ენერგოკომპანია საქართველოში, რომელიც ფლობს 187 მეგავატის სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს. დღეს აი ამ პროექტების სპექტრზე, პრეისტორიაზე, აწმყოზე და მომავალზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ენერგეტიკული პროექტების განვითარების პერსპექტივაში, იმიტომ რომ მოგვეხსენება ჩვენ, რომ სანთლით უნდა ვეძებოთ თითოეული წარმატების მაგალითი, წარმატების ისტორია, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებით არის დაგენერირებული და თემა და კომპანია, რომელსაც დღეს გესაუბრებით, ზუსტად ასეთ მაგალითს წარმოადგენს, ამიტომაც დიდი პატივისცემით მინდა პირდაპირ ეთერში მივესალმო იზა გოცაძეს, რომელიც ენერგოკომპანია აჭარისწყალ ჯორჯიას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელია. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში და უპირველეს ყოვლისა მე მინდა გადმოვიდე კითხვით. 2020 წლიდან ოპერირებს სტრუქტურა, კონცეფცია, რომელიც სხვათა შორის გლობალური კომპანიების ერთობლივი კოლაბორაციით და კონტრიბუციით გაკეთდა. ეს არის Tata Energy, ეს არის Clean Energy-ს პროექტი, ერთობლივი მიმართულება Tata Power-ის უკაცრავად და Clean Energy-ს ერთობლივი მიმართულება და საკმაოდ დიდი ინვესტიციაც, რომელიც აი ამ პერიოდში არის განხორციელებული შუახევის ჰესების კასკადის მიმართულებით. შესაბამისად, მე მაინტერესებს აი 2020 წლიდან გასული 6 წლიანი პრეისტორია. ხო, აი ჯამში რა შედეგებზე, რა რეზულტატებზე შეგვიძლია ლაპარაკი და მათ შორის აი ეს განვლილი პრეისტორია და პორტფელი, რომელიც კომპანიას საკმაოდ მაღალი და ხარისხიანი დოზით აქვს დენომინირებული, აი რა სამომავლო პროექტების განვითარების ასე ვთქვათ, ნაპერწკალს იძლევა მომავალში. ისმენთ ყურადღებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. დღევანდელი თქვენი გადაცემა ჩემთვის განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ენერგეტიკის ცეცხლი ტრიალებს. კი ბატონო, ნამდვილად. ნამდვილად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, შუახევი ჰესების კასკადი არის ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ეს სადგური, გარდა იმისა, რომ თქვა ძალიან დიდი მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო ამ პროექტში და ეს არის 550 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომელიც ქართულ ენერგეტიკულ სექტორში დღემდე უპრეცედენტოა. რეალურად ეს ობიექტი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს ჩვენი ენერგეტიკისთვის, ვინაიდან ეს არის პიკური მოხმარების სადგური, რომელიც მარტივენაზე რომ თარგმნოთ მაყურებლისთვის, ნიშნავს, რომ ჩვენ როდესაც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოვიხმართ, სწორედ ამ დროს აქვს ამ კონკრეტულ ობიექტს განსაკუთრებული მისია და ფუნქცია, რადგან ეს არის პიკური მოხმარების სადგური, შესაბამისად, შუახევი ჰესის მიერ ამ დროს გამომუშავებულ ელექტროენერგიას განსაკუთრებული დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ენერგოსისტემის სტაბილურობისთვის. ეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და გარდა ამისა, ჩვენ როცა ვსაუბრობთ, თქვა შუახევი ჰესმა ამ გასული 6 წლიანი ოპერირების პერიოდი ავიღოთ, თუნდაც რა მოიტანა ამ ქვეყნისთვის. ნუ პირველი ჯამურად, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში, მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ როცა აღნიშნეთ ეს ნორვეგიელი Clean Energy და ინდური Tata Power-ი, რეალურად ამ ორმა კომპანიამ შემოიტანა აბსოლუტურად ახალი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც გამოყენებული იქნა, რა თქმა უნდა, შუახევი ჰესის მშენებლობაში და გარდა ამისა, ამ მშენებლობის პროცესში თაობები გაიზარდა. ანუ ნაწილი რაც თქვა ინჟინერებმა რაც ჩადეს თქვა მშენებლობის ეტაპზე და უკვე ოპერირების ეტაპზე, ანუ ეს ცოდნა მუდმივ რეჟიმში გრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ინჟინერებს დამატებითი ცოდნა მივცეთ და თქვა პერიოდულად გავაგზავნოთ ინდოეთში Tata Power-ის სხვადასხვა ობიექტებზე, სადაც განვითარების მასშტაბი არა მხოლოდ ჰიდროს, არამედ სხვა განახლებადი ენერგიებისა ძალიან დიდია. ძალიან დიდი ინდუსტრია, კი ბატონო. და რეალურად ეს ცოდნა ეხმარება ჩვენ ინჟინერებს, რომ ეს ცოდნა ჩამოიტანონ ქვეყანაში და რა თქმა უნდა ჩვენი ჰესის ოპერირებას მოვეხმაროთ. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ასევე გვაფინანსებენ წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები. ანუ ერთი მხრივ ამ უცხოელ ინვესტორებს შემოაქვთ მაღალი სტანდარტი, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს შენ, რომ ამ ქვეყანაში მათ ობიექტს აშენებ და მეორე გაფინანსებენ დიდი ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც შენგან მოითხოვენ ასევე ძალიან მაღალ სტანდარტს და კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას, არა მხოლოდ ტექნიკური მიმართულებით, არამედ გარემოსდაცვითი, სოციალური, მართლობითი სისტემის, უსაფრთხოების, ანუ რეალურად ამ პროექტმა ამ 6 წლის განმავლობაში და ჯამურად მანამდე მშენებლობის ეტაპი ან ოპერირების ეტაპის ჩათვლით, რეალურად მნიშვნელოვნად გაზარდა სტანდარტი ენერგეტიკაში. ანუ როგორ უნდა განვითარდეს განახლებადი ენერგიის ობიექტი, როგორი უნდა იყოს, თქვა, სოციალური, გარემოსდაცვითი, უსაფრთხოებითი საკითხები და რა სტანდარტი უნდა დაიდოს. თან ეს სექტორი არის თქვენ კი იცით, აი ძალიან საინტერესო
საინტერესო ეს ენერგეტიკის სექტორი, ანუ მუდმივად ერთმანეთის წარმატებაზეა ორიენტირებული რა. ამ სექტორზე მზეს ქარს, ანუ ყველა განახლება დეველოპერს თუ უკვე აშენებულ თქვა კონკრეტულ სადგურს, ანუ ყველა კომპანიას უნდა ერთმანეთის წარმატება. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ გარანტი ამ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების, ელექტროენერგიის თვალსაზრისით გულისხმობთ თავისთავად და ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ეს. ასევე დავეხმაროთ ქვეყანას, რომ თქვა ახალი ინვესტორები შემოვიდნენ, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვჭირდება, ყველას ერთად გვჭირდება ამ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება. თქვენ პასუხში იდო, მათ შორის ძალიან დიდი იდეოლოგიური ნაწილიც და ძალიან დიდი მადლობა ასეთი ძალიან საინტერესო პასუხისთვის, იმიტომ რომ რამდენიმე პუნქტი ჩაახსოვეთ ახლა და თქვენ ნებართვით მინდა რომ თითოეული ეს პუნქტი გავშალოთ და ჩვენ მრავალრიცხოვან მაყურებელს რეალურად დავანახოთ კიდევ ერთხელ მნიშვნელობა იმისა, თუ რა არის გამართული პროექტი და ვხედავთ ახლა ვიზუალიზაციასაც პირდაპირ ეთერში და მოდი გავყვეთ ახლა რამდენიმე მიმართულებას. თქვენ ახსენეთ კორპორატიული მართვის სისტემები, თქვენ ახსენეთ ცოდნა და გამოცდილება, რომელიც უნდა დავაინტეგრიროთ, თქვენ ახსენეთ ინვესტორებთან ურთიერთობის ნაწილი და ინვესტორების ნაწილში მე ხაზგასმით ვიტყვი, რომ ანუ Tata Power-ი ეს არავის არ ეგონოს დაბალი კალიბრის კომპანია, ეს არის უდიდესი კონგლომერატი, რომელიც არა მარტო ენერგეტიკის მიმართულებით არის დენომინირებული, ის არის თუნდაც იგივე მანქანათმშენებლობის ნაწილში და არაერთ სხვა ინდუსტრიაში წარმოდგენილი და ასევე clean energy, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს განსაკუთრებით ESG და ფინანსურ ინსტიტუციებთან ურთიერთობის ნაწილში. აი თქვენ რაც ბრძანეთ ახლა ეს ყველაფერი ჩვენ და ჩვენს ენერგოსისტემას ჭირდება ჰაერივით. და მე კიდევ ერთხელ ვურჩევდი და მოუწოდებდი მათ შორის ხელისუფლებასაც, რომლის წინაშეც არის დღეს ეს დილემა, რომ ჩვენ როგორმე გავალღოთ ყინული და დავძრათ ის ენერგოპროექტები, რომლებიც დღეს გაჩერებული არიან, რომ აი ვისაუბროთ ელემენტარულად ვისაუბროთ ასეთ წარმატების მაგალითებზე და ასეთ წარმატების ისტორიაზე, რომ შეიძლება ძალიან კარგად ჩვენ დავაფორსიროთ გამართული პოლიტიკით თუნდაც ასეთი პროექტები და მივცეთ მას გარკვეული მსვლელობა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნის გამო, რომ ქვეყანა უნდა იყოს ენერგოდამოუკიდებელი და ქვეყანას უნდა ქონდეს ძალიან დიდი საინვესტიციო დინამიკა თუნდაც ენერგეტიკის მიმართულებით. შესაბამისად მე ხა მინდა უკვე ვისაუბრო აწმყოზე და აი თქვენ ბრძანეთ მაგალითად თუნდაც ის ცოდნა გამოცდილება, რომელიც უცხოურმა კომპანიებმა შემოიტანეს საქართველოში და ადამიანური კაპიტალი, რომელიც ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ წლების განმავლობაში გქონდა გვაქვს და სამწუხაროდ ალბათ მომავალშიც გვექნება ადამიანური დეფიციტთან დაკავშირებული გამოწვევები, მაგრამ ამ ნაწილში თუ არ გამოჩნდა პირველი მერცხალი ეს პრობლემა დარჩება პრობლემად. შესაბამისად მე მაინტერესებს აი რამდენად ხდება თუნდაც ჩვენს მიერ დასახელებული კომპანიების გამოცდილების გაზიარება ადგილობრივ რეალობაში და რამდენად მიყვება ადგილობრივი ადამიანური რესურსი იმ საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას ტექნოლოგიების და არა მარტო ტექნოლოგიების კუთხით, რაც არსებობს გლობალურად. სანდრო, თქვენ იცით, რომ დღეს უკვე ბიზნესი მნიშვნელოვნად გაცდა, რომ თქვა როგორია მისი ფინანსური მაჩვენებლები, როგორი წარმატება აქვს ტექნიკური მიმართულებით, რა პროგრესი აქვს. კი, ეს გასაგებია, მაგრამ ეს არის გუშინდელი დღე. დღევანდელი და ხვალინდელი დღე არის, როგორ მართავ შენად პროცესებზე, როგორია შენი დამოკიდებულება გარემოს მიმართ, სადაც კონკრეტულად იმ ობიექტს ახორციელებ. როგორია შენი დამოკიდებულება შენი თანამშრომლების მიმართ? როგორია შენი დამოკიდებულება არამედ ადგილობრივი კომუნიტების მიმართ, არამედ გარემოს მიმართ. ანუ ყველა მიმართულებით, რომელიც შენს ირგვლივაა, აი, როგორია შენი დამოკიდებულება? შენ რას აკეთებ ამისთვის? თუ შენ გაქვს კონკრეტული სტრატეგია, რომ აი, მდგრადი განვითარება მინდა იყოს ჩემი 10 წლიანი გეგმა პირობითა და ამ მდგრადი განვითარების 10 წლიანი გეგმის ფარგლებში მე გავაკეთებ კონკრეტულ აქტივობებს და ვაკეთებ, რომელიც საბოლოო ჯამში გამიყვანს ამ შედეგამდე, აი, ეს არის რეალურად ბიზნესის მართვის თანამედროვე ხედვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვა სექტორის სხვა მოთამაშეებთან შენ როგორი კომუნიკაცია გაქვს, ანუ როგორ თანამშრომლობ. ეხლა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აი თითქმის ყველა წამყვანი ობიექტი, ჰიდროობიექტი, რაც არის საქართველოში, თითქმის ყველა დავფარეთ. ანუ თითქმის ყველგან მქონდა გაცნობითი და ინფორმაციის გაცვლითი შეხვედრები ჩვენს ინჟინერებთან ერთად. თქვით აი მოიტანა გარკვეული რეზულტატები, თუნდაც აი ინფორმაციის გაცვლა გამოცვლამ და შეარინგმა. კი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა თანამშრომლობამ რომ აი ჩვენ რას ვაკეთებთ. თქვა აი დარიელთან მქონდა შეხვედრები, ფარავანთან მქონდა შეხვედრები, ასევე ვიყავით ენგურზე, ჟინვალზე, ყველგან. ანუ ჩვენ ვუზიარებთ ჩვენ რას ვაკეთებთ, ისინი გვიზიარებენ ისინი რას აკეთებენ. საბოლოო ჯამში ანუ ჩვენთვის უკვე გადახედვა პირობითად ხომარჯობია ესე გავაკეთოთ, ან მათთვის ხوارჯობია თქვა დაჭარის წყალმა როგორც გავაკეთეთ, ჩვენ ესე გავაკეთოთ. საბოლოო ჯამში უკვე გავლილი გზა გაიარა
გაიარა, გამოიყენე მისი გამოცდილება, ხო? ანუ ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება იმაში, რომ სექტორი შეკრული იყოს და ყველა ის ახალი, თქვა, ინოვაცია, რასაც ჩვენ გეგმავთ, ჩვენ გავუზიაროთ. ეხლა მაგალითისთვის ჩვენი ტრენდია, რომ მაქსიმალურად გავაციფრულოთ ყველაფერი, რაც გვაქვს კომპანიაში და აი ყოველწლიურად ამას ვაკეთებ, თქვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი იყოს ციფრულად ჩვენს კომპანიაში. ჩვენ რა თქმა უნდა ამ ცოდნას ვაზიარებთ ყველგან, იმიტომ რომ ჩვენი სურვილია, რომ განვითარდეს ეს სექტორი. ეს ცოდნა რაც შემოვიტანეთ, რაც ახლა ვსწავლობთ, რასაც ახლა ვნერგავთ, ანუ ეს გავუზიაროთ ყველას და ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორს დავამატებ კიდე, ჩვენ თავიდანვე, ანუ როგორია შიდა თქვენ აღნიშნეთ ასევე, როგორ ვთქვათ, როგორია მართვის სისტემა, ვთქვათ, რომელიც მუშაობს კარგად. ნუ ყველა კომპანიისთვის შეიძლება ეს იყოს განსხვავებული, მაგრამ ჩვენ მაგალითად თავიდანვე ჯერ კიდე განვითარების ეტაპზე ჩვენ კომპანიაში დამკვიდრდა ეგრეთ წოდებული ფლატ მენეჯმენტის სისტემა, ანუ სადაც მმართველობა არის ჰორიზონტალური. ანუ კომპანიის ყველა თანამშრომელი განურჩევლად მათი, თქვათ, პოზიციისა ჩართულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. იმიტომ რომ მათი ხმა ყველგან უნდა ისმოდეს. გარდა ამისა, ის უკვე უფრო მეტად გრძნობს სიახლოვეს ამ კომპანიასთან, იმიტომ რომ რაც ხდება აქ, მისი გადაწყვეტილებების შედეგიც არის მათ შორის. აქ მისგან დამოუკიდებლად CEO-ს არ მიუღია გადაწყვეტილებები, ან რომელიმე ვთქვათ მიმართულების ხელმძღვანელს, ის ჩართულია ამ ყველა გადაწყვეტილების პროცესში. მისი იდეები, მისი ცოდნა ყველა ეტაპზე გათვალისწინებული იყო. საბოლოო ჯამში ჩვენ ამ ფლატ მენეჯმენტის სისტემას, სადაც ვთქვათ, პირობებიც კი თანაბარია ყველასთვის. აი მაგალითად, როგორ სასტუმროს ნომერში ჩერდება კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, კომპანიის ყველა თანამშრომელი იმ სტანდარტის ნომერში ჩერდება, იმიტომ რომ ჩვენ აქ გვქნით ერთნაირ პირობას ყველასთვის. აი ეს კონცეფტი, რასაც ახლა თქვენ ბრძანებთ და აქვე მინდა ჩაგეკითხოთ ახლა თქვენი მრავალწლიანი გამოცდილებით და ძალიან სოლიდური ბექგრაუნდის გათვალისწინებით. აი ხა და მათ შორის მინდა ერთი თემა ჩავაქსო, რაც თქვენ ახსენეთ, ხო, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა და გაზიარება. ვიცით დღეს არსებული პრაქტიკა და ვიცით დღეს არსებული მარკიერება, რატომ ტრიალებთ წრეზე უმეტესწილად პროექტებში და რატომ ვერ ვითარდება ცალკეული მიმართულებები 50 ჰესის პროექტი და თუნდაც იგივე მსხვილი ენერგო ინფრასტრუქტურული პროექტები. ნუ ძირითადად პრობლემა მაინც არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მე ვფიქრობ, რომ არა მარტო მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ზოგადად დიალოგი არ გვიყვარს, არც კანონმდებელთან, არც პირობითად სამინისტროსთან, ანუ არ ვლაპარაკობთ და საბოლოო ჯამში მე ვიღებთ იმ მოცემულობას, რა მოცემულობაც გვაქვს. შესაბამისად, ვინაიდან რადგანაც ახლა თქვენი პროექტი დინების საწინააღმდეგოდ ვითარდება და ეს კარგ კონტექსტში ვიძახი ამას, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, როდესაც თითოეული თანამშრომელი ჩართულია, დარწმუნებული ვარ და განყენებულად მინდა გკითხოთ, რომ უშუალოდ თემებთან, მოსახლეობასთან კომუნიკაციას. ჩვენ ამაზე არაერთ გზით ვისაუბრია. კომუნიკაციის განსაკუთრებული და განსხვავებული სტანდარტი გაგაჩნიათ. ალბათ ესეც უნდა იყოს მთავარი რჩევა და რეკომენდაცია იმ პროექტების და იმ ინვესტორებისადმი, რომლებსაც დღეს გონიათ და უკაცრავად სლენგისთვის, ჟარგონისთვის, მაგრამ პროექტები ცალკეული მიმართულებით დღეს რომ გაჭედილები არიან, ალბათ მთავარი მიზეზი ზუსტად ეს არის, რომ ჩვენ სათანადოდ არ ვლაპარაკობთ. სათანადოდ არ უხსნით მოსახლეობას იმ სარგებელს, ბენეფიტებს, რა შეიძლება მოიტანოს თითოეულმა ენერგეტიკულმა პროექტმა. აი მაგალითად თქვენს წინა ბლოგში საუბრობდა გრედა. და ძალიან მიხარია, მაგრამ რამდენადაც მიხარია, ამდენად წუხვარ, რომ საკანონმდებლო აქტი, რომელმაც გრედამ გაუკეთა მას ფორმირება და შესაბამისად ზუსტად სოციუმის რესოციალიზაციაზე არის აგებული და ცნობიერების ამაღლებაზე არის აგებული, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი ეთერი არის ეს, სადაც ამ თემებზე ვლაპარაკობთ. სხვა მედია საშუალებებში ამაზე უბრალოდ დიალოგი არ მიდის. აქედან გამომდინარე, რანაირად გვინდა რომ მოსახლეობას ცნობიერება გაუზარდოთ ამ კუთხით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომაც თქვენი გამოცდილება ამ ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაშინადამე მე მინდა რომ აი რეკომენდაციების ველზე გადავიდეთ და კითხოთ. რეალურად რა არის თქვენი რჩევები? უშუალოდ აი თქვენი განვლილი გზიდან გამომდინარე, იმ კონცეპტიდან გამომდინარე, რასაც დღეს პროექტმა მიაღწია და რასაც დღეს ვიზუალიზაციის სახით აგერ უყურებთ პირდაპირ ეთერში. ხო, ანუ რა არის თქვენი თავარი რჩევა ინვესტორებისადმი, მოსახლეობისადმი და აი როგორ უნდა გავაკეთოთ პროექტის ტრანსპარენტულობა და გამართულობა, რომ არაჩენდეს ეს ყველაფერი ბუნდოვანებებს და ყველაფერი იყოს გასაგები და ყველაფერს ერქვას თავის სახელი. მე ვფიქრობ, რომ თავიდანვე ამოსავალი წერტილი უნდა იყოს არა მხოლოდ ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობა, არამედ კონკრეტული სტრატეგია ჩვენ
როგორ ველაპარაკებით, რას ვთავაზობთ იმ ადგილობრივ თემებს, რომლებიც ჩვენი პროექტის განხორციელების არეალში ცხოვრობენ. ასევე, როგორია ჩვენი საკომუნიკაციო სტრატეგია საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, როგორია ჩვენი საკომუნიკაციო სტრატეგია NGO სექტორის წარმომადგენლებთან და ყველასთან, ვინც დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს კონკრეტული პროექტით, ყველა ამ ადამიანთან მნიშვნელობა არ აქვს მისი კრიტიკული თუ პოზიტიური დამოკიდებულებების ამის მიხედვით ჩვენ არ ვიჩევთ stakeholders. დაინტერესებული მხარე ყველა დაინტერესებული მხარეა. ანუ მე ვფიქრობ, რომ პირველი უნდა გავაჩინოთ სანდოობის სტანდარტი. ანუ სანდოობა საიდან ჩდება? მე რომ მოვედი და სანდოროს ვუთხარი, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, მე საუცლებლად უნდა გავაკეთო. ჩემმა კომპანიამ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოს და შესაბამისად, ჩემი ნდობაც სწორედ აქედან იწყება, ჩემი რეპუტაციაც სწორედ აქედან ყალიბდება. ანუ ჩემი დაპირებების შესრულების ჯამია ის რეპუტაცია, რომელიც საბოლოო ჯამში მე მიყალიბდება. ამ ხრივ ჩვენ მე ვერ ვიტყვი ნამდვილად რომ მარტივი იყო ეს გზა რომელიც გავიარეთ, იყო აქ არაერთი გამოწვევა, მაგრამ ეს გამოწვევა გადალახვა, მიღწეული წარმატება, საბოლოო ჯამში ის რომ დღეს შენ ოპერირებაში შესული ობიექტი ხარ და კვლავ აგრძელებ ადგილობრივ თემებთან ინვესტიციას, ადგილობრივ თემების საჭიროების მოსმენას, კვლავ ღია ხარ და ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ეტაპზე უნდა იყოს გამჭირვალეობის მთავარი კომპონენტი. ანუ ყოველთვის მნიშვნელობა არ აქვს კრიტიკულია მედია, თქვათ თუ შენს მიმართ ნებისმიერი კითხვა რაც არ უნდა გქონდეს, შენ ყოველთვის უნდა იყო გამჭირვალე მის მიმართ. ეს აყალიბებს პატივისცემას, ეს აყალიბებს ნდობას. აი, ამ მიმართულებით როცა მივდივარ და გამჭირვალეობის სტანდარტი მაღალია, ანუ როგორ ვაზიარებთ ინფორმაციას? მედია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, ასევე ყველა ის თქვათ სოციალური პლატფორმა, რომელიც კონკრეტულ კომპანიას აქვს, ანუ რას ვკითხულობ მე მათ სოციალურ პლატფორმებზე და მესამე მნიშვნელოვანი, ანუ ანგარიშგებას როგორ ვაკეთებ? ეხლა ჩვენ მაგალითად დავირჩიეთ გზა, რომ ყოველი წლის ბოლოს ვაკეთებთ ჩვენი საქმიანობის შეჯამებას, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს მედია იქნება ეს თუ ნებისმიერი პროექტი დაინტერესებული ადამიანი შემოვიდა და გაეცნოს ჩვენს წლიურ ანგარიშს, რომელსაც AGL-ის ჟურნალი ვუწოდეთ, მაგრამ ეს არის ცალსახა წლიური ანგარიში, მთელი წლის განმავლობაში რა გავაკეთეთ, ეს არის ჩვენი ანგარიში საზოგადოებასთან, ანგარიში ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელსაც აინტერესებს რას აკეთებს შუახევი ეს. და ასევე ჩვენ ვართ ასევე Global Compact-ის წევრები, რომლის წევრობაც არის აი კონკრეტული შენი სტანდარტების გაზრდა. ანუ რამდენ მიზანსაც შენ პირობითად იყენებ და შენი საქმიანობის პროცესებში ნერგავ, ეს კიდევ უფრო მეტად ზრდის შენ სტანდარტს და იმას აქვს ასევე ძალიან მაღალი გამჭირვალეობის ხარისხი. შენ წლის ბოლოს ანგარიში უნდა დადო საჯაროდ და შენ ყოველ წელს დებ ამ ანგარიშს. ანუ წინა წელს რო ეს დადე, მე წელს შევამოწმე რომ შევედი და ვნახე ეს ანგარიში წინა წელთან შედარებით მისი მაჩვენებლები რამდენად გაუმჯობესდა. ანუ გამჭირვალეობა, აი ამას ვიტყოდი ყველაზე მნიშვნელოვანს, აი გამჭირვალეობის მაღალი სტანდარტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. აი ფანტასტიკური საუბარი გამოვიდა და ძალიან საინტერესო მესიჯი. ბევრი საკითხი დაგვჭა გასავლელი სამწუხაროდ, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ ხელშია ყველაფერი და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე ისე იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი და თუნდაც იმ დარჩენილ საკითხებს, თუნდაც იმ დარჩენილ ანალიტიკას, რაც დღეს ვერ მოვასწარით, აუცილებლად გავვლით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის თქვენთან საუბარი და მართლა სასარგებლო მესიჯები და აქცენტები დასვით პირდაპირ ეთერში, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით თქვენ და მომავალ შეხვედრამდე გერჩევებით იზოტოცაძე, ენერგოკომპანია აჭარისწყალ ჯორჯიას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი პასუხობდა გადაცემა მონეტიზაციის კითხვებს.